გამარჯობათ მეგობრებო. დღეს შევეცდები ისე ზედაპირულად გიჩვენოთ და გაგაცნოთ შემდგომი ნაკეთობა. ეს არის რეგულირებადი კვების ბლოკი 0-დან 25 ვოლტამდე და 0-დან 10 ამპერამდე 250 ვატის სიმძლავრის. ესეთი ბლოკიდან გაკეთდა. ბლოკი იყო ძალიან უცნაურ ჩინურ PWM კონტროლერზე, ეგ არის CG8010, რომლის რეგულირებაც პრაქტიკულად შეუძლებელია დაახლოებით წააგავს ესეთ კონტროლერს, ნახე მე მაგისი მონაცემთა ვრცელი, ესეთ კონტროლერს წააგავს დაახლოებით, თუმცა მისგან განსხვავდება. არ შეიცავს მე-14, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 ფეხში არსებულ ორ რეგულირებად სტაბილ დრონს. TL 421 არ შეიცავს. დანარჩენი ყველაფერი პრაქტიკულად იგივეა. შესაბამისად, გადავწყვიტე მისი შეცვლა და გადავწყვიტე ესეთი გადამყვანი დაფით შემეცვალა. აგერ გადავუღეთ სურათი, დააპაუზეთ, გადავუღეთ სურათი, ვისაც გაინტერესებთ. ეს გადამყვანი დაფა ესეთნაირად გამომივიდა, სამაკეტო დაფაზეა გაკეთებული და არის ძალიან გაუგებრად ახლართული აქ სადენები. დაუგდიდანაც ეგეთი ვარიანტი, იმიტომ რომ დამჭირდა ექსპერიმენტები. ესეთ ვარიანტია გაკეთებული გვინდა. შემდეგ რა შეიცვალა კიდევ დაფაზე. დაფა პრაქტიკულად მთლიანად დამჭირდა, რომ შემეცვალა დარჩა პრაქტიკულად მხოლოდ ტექსტოლიტი. შეიცვალა კონდენსატორები. გიჩვენებთ ახლა კონდენსატორებს. აი, კონდენსატორები. 470 მიკროფარადი, 200 ვოლტი 2 ცალი. ახალი კონდენსატორები დადგა. შეიცვალა დიოდები. კარგი ხარისხის დიოდები დადგა. არ იყო ფილტრი, დაემატა ფილტრი. ქსელის ფილტრი დაემატა. თუმცა X კონდენსატორები არ დამიყენებია. შემდეგ აქ 1309-ზეა D1309. არა, 00-ზე ყოფილა. 00-ზეა და ესეთ ველით მართვა ტრანზისტორზეა გაკეთებული მორიგე კვების ბლოკი. შემდეგ შეიცვალა ტრანსფორმატორი. ტრანსფორმატორი ძალიან პატარა იდგა. დადგა 35 ტრანსფორმატორი ზომით, 3.5 ფერიტით. ეს დაემატა რადიატორს. ძალიან საცოდავი რადიატორი იდგა და ესეთნაირად დაიხრიტა და დაემატა ესეთი ქუდაკი, იმისთვის რომ ტრანზისტორები გაგრილდეს. 3 ტრანზისტორი დგას ერთად და შესაბამისად მაგათ ჭირდებათ გაგრილება. რაც შეეხება დიოდების რადიატორს, აქ ერთი დიოდი დგას 16200 ამპერიანი და 200 ვოლტზე და ამას ყოფნის ეს პირფი და ალუმინი შესაბამისად там პირდაპირ კულერის წინ დგას და ამიტომ ხელი არ მომიგდებია. გამომავალი მთლიანად გაუქმდა როგორც 5 ვოლტი, ისე 12 ვოლტი ყოფილი, ისე 3 და 3 ვოლტი აქ იყოს ყველაფერი. როგორც ხედავთ, ამორჩილულია, მათ შორის ამორჩილულია აი იდგა U4-ზე ამორჩილულია PWM კონტროლერი CG8010. ახალად მოგვიწია აღდგენა ამ მთელი გამომავალი ქსელის. დადგა ესეთი ჯერ დიდი დროსელი, შემდეგ 1000 მიკროფარადიანი კონდენსატორი, შემდეგ პატარა დროსელი და შემდეგ 470 მიკროფარადიანი კონდენსატორი და ეს არის დატვირთვის რეზისტორები. ორი რეზისტორით არის გაკეთებული, ჯამში არის 670 ომი. ესეთი მრავალბრუნიანი, ხე ეს არის ძაბვის რეგულირება, ეს არის ძაბვის რეგულირება, ეს არის პოტენციომეტრი დენის ძალის რეგულირება. 10K არის ორივე და 104 კონდენსატორები, ანუ 100 ნანოფარადი კონდენსატორები აქვს დაყენებული საერთოს, ანუ მინუსსა და სიგნალის ფეხს შორის. ესეთი ჩინური ვოლტამპერმეტრი დგას გარედან, ესეთი ჩინური ვოლტამპერმეტრი დგას, რომლიდანაც ეს საშტატო სწრაფგასართი ამორჩილულია და პირდაპირ არის მას ეს სადენები მირჩილული. სადენები ჩადის აქ ნახეთ, გიჩვენოთ, აქ ჩადის სადენები და აქ საერთო გამომყვანი, ანუ ტრანსფორმატორის ცენტრალური ფეხიდან მინუსის გამომავალ მინუსამდე მომავალი ბილიკი გადაჭრილია და იმ ბილიკშია ჩარჩილული ნახეთ ეს კაბელები. შესაბამისად გამოდის რომ ბილიკი გაწყდა და შეერთებულია ბილიკი ესეთი 001 ესეთი 001 ომი წინაღობის შუნტით. შესაბამისად ეს შუნტი გამოიყენება როგორც დენის ძალის აღრიცხვისთვის ვოლტამპერმეტრის მიერ, ასევე გამოიყენება ამ ჩვენი გადამყვანი დაფის მიერ როგორც
დენის ძალის შეზღუდვის სენსორი. აქ გიჩვენოთ ეგ ამბავი სად არის? აი ეს არის, ნახეთ? ეს არის. ეს მიდის შუნტზე. ეს შუნტამდეა, ტრანსფორმატორსა და შუნტს შორის არის ეს ფეხი ჩარჩილული და დანარჩენი ყველა მინუსი, ნახეთ, ეს მინუსი, ეს მინუსი. ორეთ. ეს მინუსი, ეს მინუსი, ეს მინუსი. ესენი სულ ყველაფერი ერთად არის გაერთიანებული და ჩადის გამომავალზე უკვე აქ მაკაკეთებული, გიჩვენებთ. აი ესე GND სადაც მოდიოდა კონტროლერის, იქ არის ჩასმული. აი იქ არის ყველაფერი გაერთიანებული და ჩადის GND-ის ფეხზე, გამომავალზე. სხვა ისეთი არაფერი განსაკუთრებული, ხო, შეიცვალა მორიგე კვების ბლოკზეც დიოდები, დიდი დიოდი იდგა აქ და საკმაოდ ისეთი მომიჩვენა მსუყე ამისთვის, ამიტომ მოხსენი დიდი დიოდი და შევინახე. 5 ამპერიანი დიოდი იდგა, დავაყენე 3 ამპერიანი დიოდი და დავაყენე ამპერ ნახევრიანი დიოდი. აი ეს ქვევით რაც არის 5 ვოლტი, მაგით იკვებება 5 ვოლტით იკვებება ვოლტამპერ-მეტრი, მხოლოდ და მხოლოდ და 5 ვოლტითვე გაუშვება კულერზე, იმიტომ რომ 12 ვოლტზე კულერი ძალიან ხმაურობდა და ხელში მაქვს ეგეთი ხმაური ამოსული. დაახლოებით 5.5 ვოლტია ამ 5 ვოლტიან გამომავალ ქსელში. შემდეგ მეორე დიოდის მეშვეობით. აი ამ დიოდის მეშვეობით გამოდიოდა უკვე ეს დიოდის გადაკეთებულია, აქ გამოდიოდა 19 ვოლტი, კონდენსატორის გამოცვლის შემდეგ გახდა 21 ვოლტი, საუბრობთ დარვარგოდა კონდენსატორი და ეგ 21 ვოლტი აღებულია უკვე ამ დაფის კვებისთვის. აქ გიჩვენებთ, ეგსაც შემოდის ეს კვება. ნახეთ? ვღორეთ, კვებასაც შემოდის აი მე-12 ფეხი VCC. ეს კვება არის. ამ სადენზეა დასმული ის მორიგე კვების ბლოკიდან გამომავალი 21 ვოლტი. ჩვენი მიკროსქემა TL499 მუშაობს დაახლოებით 7.5 ვოლტიდან დაწყებული 40 ვოლტამდე, ამიტომ 21 ვოლტი მისთვის არის იდეალური ვარიანტი. დანარჩენი ყველაფერი ესეა გაკეთებული. ნახეთ მე-5 მე-6 ფეხზე სიხშირის კონდენსატორი და სიხშირის რეზისტორი, ანუ RC კონტური გაკეთებულია ზუსტად ასევე 102 და 15 დაახლოებით არის 70 კილოგერცი, 70-71 კილოგერცი მუშაობის სიხშირე. ყველა დანარჩენი ნომინალი არაფერი არ შემიცვლია, რაც მან დგას, ეგ ნომინალებია დატოვებული გარდა იმისა, რომ ძალების რეგულირებაზე აღებული მაქვს არა 5K, არამედ 10K პოტენციომეტრი. აგერ სქემა, კიდევ ერთხელ შეგიძლიათ დააპაუზოთ და შეხედოთ. დანარჩენი გიჩვენებთ ახლა რა და როგორ მუშაობს და რეგულირდება, აგერ გავამზადე უკვე გამომავალი კლემები და დანარჩენი უკვე ჩასასმელია, ახლა დავხაზეთ აქ. ეს ამოსაჭრელია და ესე დადგება ჩასასმელია. თავი დაეხურება. შეღებოს ალბათ არ გავაკეთებ, ან გავაკეთებ, არ ვიცი, ნახოთ რა ხასიათი იქნებით. ჩავთოთ აბა. დატვირთვის სახით შეერთებულია ესეთი 25 ვატიანი ორი ნატურა პარალელურად, საავტომობილო 12 ვოლტიანი. ეს არის ჩამთვლელი. ჩაირთო. ვნახოთ 11 და 1 ვოლტი, 3 და 27, 3 და 28 ამპერი. ახლა შევხედოთ დენის ძალის რეგულირებას. ეს რეგულირდება დენის ძალა. აბსოლუტურ ნულამდე რეგულირდება დენის ძალა. და ზაბაც 0-დან 25 ვოლტამდე. აბსოლუტური 0. აბსოლუტური 0. დავაყენოთ დაახლოებით 3 ამპერი. ზუსტად მინდა 3 ამპერი დავაყენო. მრავალბრუნიანი რეზისტორები მაგით ვავიღერო. ესეთი რაღაცა ყოფილიყო შესაძლებელი. 3 ამპერი ზუსტად. ასე მუშაობს ბლოკი. ახლა ჩავსამთ ყველაფერს კორპუსში განვათავსებთ და უნივერსალური დამტენიც მზად არის. დამტენს შეიძლება ნებისმიერი ტიპის აკუმულატორის დამუხტვა, დაწყებული 0-დან პრინციპში, 1.5 ვოლტიანებია, ყველაზე დაბალვოლტიანი ქიმიური აკუმულატორები და 28 ვოლტამდე. შეიძლება
ეგრეთ წოდებული შურუპავიორტის აკუმულატორების დამუხტვაც და ასე შემდეგ. ავტომობილის აკუმულატორებზე არაფერს ვამბობ. ბლოკი გამოდის CCCV, შესაბამისად ეგრეთ წოდებული სწორი ტიპის დამუხტვას გააკეთებს. შევზღუდავთ საჭირო აკუმულატორისთვის საჭირო დენს, დავაყენებთ დამუხტვის მაქსიმალურ ძაბვას, შევაერთებთ ბლოკზე და დავივიწყებთ დამუხტავს თვითონ აკუმულატორს, როგორც კი აკუმულატორი დაიმუხტება ჩვენს მიერ მითითებულ ძაბვაზე, დენიზალა ჩამოვა 0-ზე და ბლოკი გადავა ეგრეთ წოდებულ მორიგე რეჟიმში, ანუ დაიწყებს კონტროლს აკუმულატორზე ძაბვის. თუ ძაბვა შემცირდება, დენიზალას მისცემს, თუ ძაბვა გაიზრდება, დენიზალას გააჩერებს და ეგრე შეიძლება ლითიუმის აკუმულატორების დამუხტვაც თავისუფლად შესაბამისად. კარგი, მადლობა ყურადღებისთვის.